დღეს ვისაუბრეთ პრობლემაზე, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, თუმცა მასზე საუბარს ხშირად ერიდებიან. ეს არის ბუასილი, ანუ ჰემოროიდული დაავადება. რატომ წავდება ეს პრობლემა ზამთარში და წინა საახალწლო პერიოდში? ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ კომპანია GM Pharma-ს პროდუქციის მენეჯერი გვანცა ზაქარაძე და ექიმი პროქტოლოგი ბექა კევლიშვილი შემოგვიერთებიან ახლა სტუმრად სტუდიაში და ვისაუბროთ ამ გავრცელებულ პრობლემაზე. მოგესალმებით. Davzandit. გამარჯობათ. მოგესალმებით დილამშვიდობის. Გვანცამ თავისი ატრიბუტებით ამოვალაგა და ბატონო ბექა თქვენთან საუბრის დავიწყებთ. ჩვენ აღვნიშნეთ რომ ზამთარში მწვავდება, ის არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, სტატისტიკურად ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება და რა არის ზოგადად, აი რო აგვიხსნათ და რა უწყობს მის გამწვავებას ხოლმე. ზოგადად ბუასილის სუბსტრატები რაც მე დაავადებაში გადადის გვაქვს ყველას დაბადებიდან. კი ბატონო. და როგორც წესი არასწორი ცხოვრების წესი, შებერილობები, ჭინთვები მე იწვევს ამ დაავადების განვითარებას. კი ბატონო, და რატომ ხდება სულ ისე რომ ბუასილი ვისაც აქვს ყოველთვის, ხშირ შემთხვევაში ექიმთან მიდის დაგვიანებულ სტადიაზე და უკვე პრობლემაა სერიოზული. უფრო ისეთი მორიდების თემა არის, ცდილობენ თვითმკურნალობას, ნელ-ნელა ვითარდება დაავადება და თავიდან ძალიან არ აწუხებს და აი როცა ბოლოს საშინლაში აწუხებს ხოლმე ატანაზე არიან და აი მაინც ეთყობა ერთგვარ უხერხულობას იწვევს ამ დაავადებით. რატომღაც გვაქვს ეს ხო, მაგრამ აი ნახეთ სულ რა მინდა ხოლმე რომ გავაჟღერო ჩვენი სტუდიიდან, რომ აი თქვენ და კიდე თქვენი კოლეგები ხო კონკრეტულად ამ მიმართულების ექიმები ბრძანდებით შესაბამისად ეს ხო არ მოდის ჟურნალისტთან უცასთან ამ პრობლემით და ეს რაღაცა სტიგმა მე მგონი დასანგრევი და დასამარცხებელია რომ ამისთვის ხართ რომ დაეხმაროთ ადამიანებს ამ პრობლემს. სოციალური აქტივობები ამის შესახებ რომ დანგრეული იყო ეს სტიგმა და სხვა შორის ბოლო პერიოდში შედარებით უფრო გაიზარდა მომართვიანობა საწყისი ფორმების დროს, როცა შეიძლება მკურნალობა და არა დაუშვათ ოპერაცია. სეზონურობა რამდენად ახდენს ზეგავლენას ამ დაავადებების განვითარებაში და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ ეხლა ზამთარი არის და სადღესასწაულო პერიოდი მოდის. ძალიან მოკლედ რო ვთქვა ამის შესახებ, ესე იგი ჰემოროიდული დაავადების გაჩენას იწვევს როგორც წესი შებერილობა. ანუ მუცელში და წნევის გაზრდა, ეს ორსულობა იქნება, შებერილობა იქნება, ზედმეტი ჭინთვა იქნება, ეს ყველაფერი ამას უწყობს ხელს. ამიტომ ისეთი გამაღიზიანებელი საკვები, როგორც არის მაგალითად ნიგვზიანი, ცხარე, მჟავე ნაკლებად. აი მჟავე თუ ცხარე არ არის, პირიქით ხელს უწყობს, იმიტომ რომ დამჟავებულ პროდუქტში არის სასარგებლო ბაქტერიები, ასე ვთქვათ, რომელიც მონელებაში ეხმარება ადამიანს. ხო. აიმიტომ რომ აირები თავისთავად შებერილობას იწვევს ზეწოლას მენში არსებულ ვენებზე და იმ ვენებზე ზეწოლის შედეგად სისხლის გამოდინება შემცირებულია და შესაბამისად ახალწელს როგორ ვქნას რომ არ მივირთვათ ზიანი არ მივირთვათ საკვები მივირთვათ ყველაფერი ზომიერად თუ ეს პრობლემა აწუხებს ადამიანს და ამატოს ფერმენტული საშუალებები სხვადასხვა რომელიც მონელებაში ეხმარება და ეხლა ახალგაზრდებს ნაკლებად აქვს ეს პრობლემა, მაგრამ უფრო ასაკში ვინც არის, იმას აუცილებლად ურთულდება. ბატონო ბექა, თქვენ ახსენებთ, რომ განსაკუთრებით ადრეულ ეტაპზე ადამიანები მიმართავენ თვითმკურნალობას, ხო? რა შეიძლება, რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ეს უთხრა ჩვენს მაყურებელს და რატომ არის საჭირო დროული ჩარევა, რომ ავირიდოთ ოპერაცია და რა შემთხვევაში არის გარდაუვალი უკვე ქირურგიული ჩარევა. უყურეთ თვითმკურნალობას მიმართავენ იმის გამო, დავუშვათ ანალურ მიდამოში ტკივილი აქვს, სისხლისდენა აქვს, წვა აქვს, ეს სიმპტომები ახასიათებს ყველა დაავადებას, რომელიც არის ანალურ არხში, თითქმის ყველა დაავადებას. აქედან გამომდინარე, რას მკურნალობენ, რა რიციან და იტარებენ ბუასილის მკურნალობას, რომელიც დავუშვათ მეგობარი იყო ექიმთან, იმას დაუწერა ექიმმა, მთელი სქემა მიცა და ეს იმ სქემას ავტომატურად გამოიყენებს. ნუ უბრალოდ არაეფექტური იქნება თუ არ მოხვდა იმ ზუსტად იმ დიაგნოზში, რომელიც მეგობარს ჰქონდა. არადა ჩივილები ყველას ერთნაირი აქვს, წვა, ტკივილი, სისხლისდენა, ეს ახასიათებს ძალიან ბევრ დაავადებას. თუმცა არა საწყის ეტაპზე. საწყის ეტაპზე შეიძლება მხოლოდ სისხლი იყოს მაგალითად, ან მხოლოდ მცირე დისკომფორტი იყოს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის თქმა მინდოდა, შეიძლება ეს ჩივილები
ფარავდეს უფრო მნიშვნელოვან დაავადებას, როგორც არის მსხვილი ნაწლავის სიმსივნე. ამიტომ სასურველია, რომ პირველივე ჩივილების დროს თავიდან მივიდეს ექიმთან და იმის შემდეგ ის ექიმი ურჩევს, რომ სულ მასთან სიარული არ დაჭირდეს, როგორ უნდა მოიქცეს. კი ბატონო, ახლა ვისაუბროთ უშუალოდ მკურნალობაზე. თქვენ ახსენეთ მედიკამენტოზური მკურნალობა, ვენოტონური მკურნალობა და ჩვენთან არის გვანცა GM Pharma-ს წარმომადგენელი. ტურბომიკრონი აქვს GM Pharma-ს, ტურბომიკრონ G, ხო? აი ამ პრეპარატის მთავარი ხიბლი რა არის, რომ გითხრათ და როგორ ეხმარება ის პაციენტებს? დიახ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ბატონო ბექამ ისაუბრა პრობლემის სიმწვავეზე, აქტუალობაზე და ასევე აღნიშნა, რომ ეს დაავადება არის, ასე ვთქვათ, ვენებთან დაკავშირებული, მარტივად რომ ვთქვათ, როცა ესე ვთქვათ, იზრდება მუცელში დაწნევა და ვენებზე ზეწოლა ხდება, ამ დროს ხდება, ასე ვთქვათ, დარღვევა, მერე ვენური პრობლემების წინ წამოსვლა და სისხლდენები და ბექთერი თავისი კასკადი, რაც თან ახლავს ბუასილის გამწვავებას. ტურბომიკრონ G-ს გახლავთ ბუნებრივი წარმოშობის ფლავონოიდი, რომელსაც აქვს შემდეგი, ასე ვთქვათ, მოქმედების მექანიზმი. ანთების საწინააღმდეგო ვენურ ტონუსს საუმჯობესებს, ლიმფოდრენაჟს საუმჯობესებს და შედეგად, ასე ვთქვათ, იმ დისკომფორტს ხსნის, რაც თან ახლავს დაავადების გამწვავებას. წვა, ქავილი, ტკივილი, შეშუპება და ასე შემდეგ. ანუ გამწვავებულ დროსაც და საწყის ეტაპზე ტურბომიკრონ G არის საშუალება, რომელიც შეგვიძლია რომ მივიღოთ? დაავადების სუბსტრატზე მოქმედებს ტურბომიკრონ G გესმით, ანუ აი ის კავერნული სხეულები, რომელიც დაავადების სუბსტრატია, ის მისი კედლები არის ისეთივე, როგორც არის ვენის კედელი. და მისი ელასტიურობის გაზის ხარჯზე ცირდება, აი მარტივად რო ახსნათ, წარმოიდგინეთ ბავშვის ბუშტი რო გაბერო, თუ დიდხანს გაბერილი და დაუშვებ, ის ზომაში გაიზრდება და კედელი გათხელდება, ხო? თუ გაბერავ და უცბად დაუშვებ, ის არ შეიცვლება. ნორმალური კვანძები მუშაობს ესე, გაბერავ დაუშვებ არ იცვლება, დაზიანებული გაბერავ და თხელია კედელი, ხო? აი ამ კედელს ისე მარტივად რო ვთქვათ, რომ გაიგოს ჩვენ მომაყურებელმა, გაასქელებს, მის ელასტიურობას გასდის, ტონუსში მოიყვანს, ზომას დაუბრუნებს. რადგან ელასტიურობაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივად გამიშთა კითხვა, რომ ხანდაზმულ ადამიანებში უფრო ხშირი არის ბუასილის პრობლემა? უფრო ხშირი კი არ არის, უფრო უწევს ხანდაზმულს არა, ну ხანდაზმულამდე თუ მივიდა ბუასილით. არა, როდის ჩდება რა ასაკში უფრო მეტად? არა, ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაჩნდეს. პირველი გამოვლინება შეიძლება 18, 17, 16 წლის ასაკში მაგალითად. თვითონ პრეპარატი რა ასაკის მომხმარებელზე უფრო მეტად გაგრძელდება? ყველა ასაკის 14 წლიდან ზემოთ. ეს არის პრეპარატი, რომელიც შეგვიძლია რომ დანიშნულების გარეშე მივიღოთ აუცილებელი ექიმის რეკომენდაცია. დიახ, თან აქვე ხაზს გაუსვამს, ზოგადად თუ აწუხებს ადამიანს ვენური პრობლემები, ტურბომიკრონ G არა მხოლოდ ჰემოროიდული დაავადების დროს, ქვედაკიდურის ვენების პრობლემის დროს გამოიყენება და ზოგადად თუ გვაწუხებს ეს დაავადება და არც ისე ცოტა ადამიანი არის, განსაკუთრებით ქალები ვართ, ვისაც გვაწუხებს ეს დაავადება, შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება ზაფხულის პერიოდში, რისკ ჯგუფში ვართ, შემდგომ ესე ვთქვათ, ესეთი ამ ჯგუფის ადამიანები გამწვავების თუნდაც ჰემოროიდული დაავადების და შესაბამისად ზაფხულშიც და შემდგომ აი ამ პერიოდში სეზონზე, თუმცა ბუასილი შეიძლება ზაფხულშიც გამწვავდეს, არ არის ანუ შეგვიძლია რომ მივიღოთ ექიმის დანიშნულების გარეშე, მაგრამ პროფილაქტიკური დოზა, რომელიც არის დღეში 2 ტაბლეტი, მაგრამ გამწვავების პერიოდში პოსტოპერაციულად ბუასილის დროს ინიშნება თავისი სქემით 4 დღე 6 ტაბლეტი დღეში, 3 დღე 4 ტაბლეტი დღეში და მე უკვე ექიმის გადაწყვეტილებით 2 ტაბლეტი 1 ან 3 თვე. ასე ვთქვათ, ზოგადად ტურბომიკრონ G-ს მიღების ხანგრძლივობა არის 2-3 თვე პროფილაქტიკური დოზა. კი ბატონო, დავლიოთ. თუ არ, ну აი მაინც მოგვისმინა ჩვენ მომაყურებელმა არ მიიღო არც ის პრეპარატი, რომელიც შეუძლიათ რომ ექიმთან ვიზიტის გარეშეც მიიღონ და ასე შემდეგ და გართულდა. სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს გართულებულმა ბუასილმა? პირველ რიგში ოპერაციამდე ალბათ. ოპერაციამდე რა თქმა უნდა და ნუ პაციენტისთვის ცხოვრება გახდება ასოციალური გახდება. ესეთ პაციენტების უმრავლესობა როგორ რა პრობლემა აქვს, იცით, ვერ მიდიან სტუმრად, იმიტომ რომ იქ არ აქვს მოწყობილი ის საფრთხეში, ესე ვთქვათ, ისე როგორც სახში აქვს და ასე შემდეგ. ვერ ჭამს ცხოვრების ხარისხს აუარესებს, იმიტომ რომ თუ ესეთი პრობლემა აქვს, ჭამის მერე ტუალეტში უნდა შევიდეს,
ბევრი პრობლემა. ამიტომ დროულად მივმართოთ ექიმს, აღმოვაჩინოთ დაავადება საწყის ეტაპზე, იმიტომ რომ საწყის ეტაპზე აღმოჩენილი ნებისმიერი დაავადება კიდევ უფრო მარტივად დამარცხებადია ვიდრე სხვა შემთხვევებში. ამასობაში დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს.